სიმართლე გითხრათ, როდესაც ირაკლი კობახიძე გამოდის ხოლმე და ესე ფარისეულად საუბრობს იმაზე, რომ თურმე ორ ფეხზე მყარად უნდა იდგეს, ანუ მე ვფიქრობ, რომ თქვენი კოლეგები აუცილებლად შეეხსენებენ შემდეგ ამ კადრებს, რომელიც შემზარავია ზოგადად საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაშინ როდესაც ამ კადრებით გამოჩნდა, ვინ მართავს, თქვათ, და ვინ ამკვიდრებს ქვეყანაში რუსული მმართველობის სტილს. ეს არის არაფორმალური მმართველობა, კლეპტოკრატია, კორუფცია, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი. ეხლა, ანუ ირაკლი კობახიძის სტატუსი ბიძინა-ივანიშვილისთვის გასაგებია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რა შემზარავად წარმოუდგენელ მძიმე პირობებში ამყოფებენ მოქალაქეებს ზოგადად ქართული ოცნების ბიძინა-ივანიშვილის ეს ფარისევლები, ყველა ბიძინა-ივანიშვილთან ერთად. ეხლა მე მოვდივარ კახეთიდან, მე მაქვს იქ სახლი და საოცრად გულის ამაჩუყებელ და ძალიან მძიმე შემთხვევა შევესწარი, როდესაც დედა მყავდა მიყვანილი აფთიაქში, გამოვიდა მოხუცი ბებო აფთიაქიდან და რაღაცა ძალიან შეშფოთებული იყო პენსიონერი, რომელიც ესე რაღაცა პატარა წამლებს ყიდულობს, აი წნევის წამლებს, რაც ჭირდება ხო ყოველდღიურად და როდესაც შევეკითხე ბებო რა გჭირს ხო, რატომ ხარ ესე რაღაცა განერვიულებული, მითხრა რომ აი 10 ლარი მაკლდება, იმიტომ რომ რაღაცა პროგრამა არსებობს, მაგრამ მე უკვე ეს წამლები გავხარჯე და 10 ლარი არ მაქვს, რომ ამ წამლების საფასური გადავიხადო. აი ეს არის ყველაზე უფრო შემზარავი მათი მმართველობის პირობებში. ყველაზე უფრო შემზარავი კიდე იცით რა არის? აი მაგალითად, თქვენ რომ ელექტროენერგიის გადასახადი ვერ გადაიხადოთ, ხო? ამ სიტყვაზე მე რო ვერ გადავიხადო, ან თუნდაც იმ ბებომა, უამრავმა პენსიონერმა, უამრავმა ადამიანმა, უამრავმა საქართველოს მოქალაქემ და საკმაოდ გაძვირდა ელექტროენერგია, გაგვიძვირეს 30%-ით. თქვენ ხო არ გაპატიებენ, ჩვენ ხო არ გვაპატიებენ ამ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას. ადგებიან, მოვა სპეციალური ბრიგადა, ჩაჭრიან, თქვენ დარჩებით ელექტროენერგიის გარეშე, ადამიანები, ბავშვები, პენსიონერები, მაგრამ ნახეთ რა მოხდა დღეს, ესე იგი ენერგოკომპანიებს აპატია მმართველობამ, დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაახლოებით რამოდენიმე მილიარდი ლარი იმისთვის, რომ კრიპტოვალუტა გამოიმუშაოს. ხო, ესეც ხომ ჩვენი ჯიბიდან გადასახადია იგივე, იმიტომ რომ 30%-ით გაძვირდა. ანუ თქვენ თუ შეეკითხებით ამ ადამიანებს, შეეკითხებით იმ ბებოს, პენსიონერებს, არის თუ არა ამ ქვეყანაში ის მშვიდობა, ან მათმაცივარში არის თუ არა მშვიდობა, რა თქმა უნდა არ არის და ეს არის ყველაზე უფრო შემზარავი. პარალელურად ამ არაფორმალური მმართველობის პირობებში ადამიანების მდგომარეობა წარმოუდგენლად მძიმდება. ბენზინი არის 3.45 უკვე. უამრავი პროდუქტი გაძვირებულია. იმის მაგივრად, რომ მართლა პროდუქტების გაიაფებაზე ემუშავათ, იმის მაგივრად, რომ მართლა საქართველოს მოქალაქეებისთვის რაღაც შეემსუბუქებინათ ელემენტარული, ყველაფერი გაცილებით უფრო ძვირდება და მე აი ამ თქვენ ეთერში ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც ჩატარდა, პენსია, რომელსაც იღებს ქართველი პენსიონერი, მისი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს. ანუ წარმოიდგინეთ, პენსიონერი, რომელიც თვითონ ელოდება პენსიას, იმ პენსიით მხოლოდ 22% შეიძლება გაისტუმროს ხარჯებს. ანუ აქ საუბარია მედიკამენტის საკვები და აი ეს გადასახადი. გალიკო, პროდუქტი არის უმძიმესი ტვირთი ადამიანებისთვის, ხო? ანუ ხილბოსტნეული გაძვირებულია, ყველაფერი გაძვირებულია. პროდუქტი, წამლები, მაგალითად, ჩემი ოჯახის მაგალითზე მინდა გითხრათ, დედა სჭირდება დაახლოებით 300 ლარის წამალი თვეში, იმიტომ რომ მას გულსისართვა დაავადება აქვს. ხო, აი წარმოიდგინეთ ეხა ესეთი დაავადება რამდენი აქვს პენსიონერს და ყველა ეს ადამიანი რაღაცნაირად კაპიკებს აფთიაქთან დგას და კაპიკებს ითვლის, ხო? აი ეს არის ყველაზე უფრო შემზარავი. ყველაზე უფრო შემზარავი, იცით რა იყო კიდე აი ამ კადრებში თუ შეხედავთ, ხო? ანუ პრაქტიკულად ადამიანებს თვითონ კობახიძესაც ხო თავმოყარეობა არა აქვს. ხო ყველაფერი გასაგებია, რომ ბიძინა-ივანიშვილი ამ ქვეყანაში, რომელიც ამკვიდრებს რუსული მმართველობის სტილს და რომელიც ადამიანებს ელაპარაკება მშვიდობაზე და სტაბილურობაზე, ქვეყანას ტოვებს უსაფრთხოების გარეშე, ქვეყანას ტოვებს მეგობრების გარეშე, ქვეყანას ხლეჭს, ქვეყანა აღარ არის მშვიდობიანი, გახლეჩილია, ბუნებრივად ესე უნდა მას რომ მოხდეს. თუმცა ქართველი ერი ჩვეულებრივად ერთიანობის ყველაზე უფრო მძაფრი გამოვლინება იყო ყოველთვის, ხო? ანუ ჩვენი ბიდან დაწყებული ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობით და კულტურული მემკვიდრეობით. ანუ შემზარავია კადრების გარდა ის, რომ საქართველოს რეგიონის ლიდერი, ჩვენ ვიყავით აღმოსავლეთ ევროპის გაფართოების ნაწილი, აი პოლონეთის ანგარიში ნახეთ ალბათ, აი ზუსტად თქვენმა კოლეგებმა კითხვა დამისვეს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მიხეილ სააკაშვილის პირობებში, რომელსაც არ შემიძლია ორი სიტყვით არ ვთქვა, ის სასამართლო პროცესი, რომელიც იყო, აი ნოღაიდელის დაკითხვა, ხო? აი მაგალითად, როდესაც
ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და აბსოლუტურად რუსულ ყალიბში მოყვა ის ყველაფერი, რა ყველაფერი ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძლება იცოდა და შეიძლება აღარ ახსოვდა. აი მაგალითად აღმოსავლეთ ევროპის გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი ლიდერი რეგიონში, როგორიც იყო თქვათ საქართველოს დემოკრატიის განვითარების კუთხით. მართალია რაღაც კონკრეტულად წინაღობებით, მაგრამ დემოკრატიის განვითარების კუთხით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში, ასოცირების შეთანხმება, რომელზეც მუშაობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიწყო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართომასშტაბიანი ჩარჩო მზადდებოდა და ეს იყო ვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეხლა რომელ კალათაში გადაგვსვა ქართული ოცნების პოლიტიკამ თქვენ ძალიან კარგად ხედავთ. ეს იყო უმნიშვნელოვანი რეგიონალური პროექტები და ეს იყო ზოგადად ის გეგმა, სტრატეგიული გეგმა, რომელთაც საქართველოს უნდა შეერთებოდა ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მშვიდობის ხოლგას, ხო? ევროპის კავშირში. რომ რეგიონალური ლიდერის ფუნქცია აზერბაიჯანმა აიღო. დღეს ალიევი არის მთავარი ფიგურა რეგიონში, რომელსაც ელაპარაკებიან, რომელიც სიტყვაც ჭრის და საქართველოს არის მე შემდეგ მოდი სომხეთი და შემდეგ მოდი საქართველოს. სავარაუდოდ ესეთი არის დღეს ეს მოცემულობა. მე მინდა მიუბრუნდე ისე შეხვედრას და ალიევის ვიზიტ საქართველოში, რომელიც ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გარდა რაც ოფიციალურად ითქვა, ალიევი არ ჩამოსულა მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ესაუბრა, ბუნებრივია ხო და ამაზე მეწყობლებს ისიც რომ ის ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. პირადად, ეხლა პრეზიდენტები პარტიის საპატიო თავმჯდომარეებს ესე პირდაპირ არ ხვდებიან, ბუნებრივია და აქ იყო რაღაც სხვა, რის გამოც ალიევი შეხვდა ბიზნესში. თქვენი საზრით რა იყო ის მთავარი რისთვისაც ალიევი საქართველოში ჩამოვიდა? იცით რა, ბევრი საკითხზე მოვისმინე კონკრეტული მსჯელობა და პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომ იყო რაღაც სპეკულაციები, რომ აი თურმე ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეიძლება დაალაგების მცდელობა იყოს ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ანუ აი ეს დე-ფაქტო ხელისუფლება, ძალაუფლება ვერ დაალაგებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს. იმიტომ რომ პირველ რიგში საქართველოს დაკარგული აქვს შუამავლობა ეთხოვა ან ფაშინიანისთვისაც დაახლოებით. სხვათა შორის ალიევმა ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის განწყობები რუსეთის მიმართულებით, ძალიან კარგად იცის როგორია, ასე ვთქვათ, ირანის გავლენების გაძლიერებაზე მუშაობდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართული ოცნების ძალაუფლება, დე-ფაქტო ხელისუფლება, რუსული გავლენები როგორ გაიზარდა, საქართველოს როგორ ჩაჩოჩდა საერთოდ წარმოუდგენლად უკან და კი თქვენ მართალი ხართ. სხვათა შორის სომხეთის და აზერბაიჯანის ომის დასრულების შემდეგ, რომელსაც ხელი მოეწერა ვაშინგტონში და თქვენ გახსოვთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივა, როგორიც არის ვთქვათ ტრიპის დერეფანი, ხო? ანუ ტრიპის დერეფნის გაგრძელება შესაძლებელია ყოფილიყო და საქართველოს ყოფილიყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო პროექტის მონაწილე. სხვა შორის აზერბაიჯანზე, როდესაც თქვენ საუბრობთ, აზერბაიჯანი არის 6+1 ფორმატის ძალიან აქტიური მონაწილე. ეს არის ცენტრალური აზიის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა შორის ამერიკის შეერთებული შტატები ზუსტად ცენტრალურ აზიაში აი ამ დერეფნით, აზერბაიჯანი, სომხეთი, ამ ტრიპის დერეფნით ცდილობს, რაც შეიძლება ჩინეთის ინტერესები მეტწილად შეასუსტოს ცენტრალურ აზიაში. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა შორის სექტემბერში გაეროში იქნება შეხვედრები 6+1 ფორმატის, იქ აზერბაიჯანი ემატება და იქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული. გარდა ამისა, ის პროექტები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო საქართველოში, ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის ვთქვათ ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი, როგორიც არის ვთქვათ იგივე სხვადასხვა ვთქვათ ყაზახეთთან იგივე ვთქვათ გაზის შემოტანა, ბუნებრივი აირის შემოტანა, იგივე ვთქვათ ყულევის ნავთობტერმინალზე გაცილებით უფრო სხვა გეგმები იყო ჩვენს პირობებშიც და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეიძლებოდა. ანაკლიის პორტი, რომელიც უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი, იქნებოდა შესაძლებელია, თავის დროზე ლაზიკას ჰქონდა ეს დატვირთვა, მაგრამ ანაკლიის პორტ შესაძლებლობა იქნებოდა, რომ მართლა როგორც ღრმაწყლოვანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტი რუსეთისთვის კონკურენცია გაეწია, ხო და მაშინ ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ საუბარი იყო, რომ მე ამერიკელები არ მჭირდება, თქვათ, შავ ზღვაში. ამიტომ შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში გასაგებია, რომ ეხა ამ დიდი გეოპოლიტიკური გადათამაშება მიმდინარეობს მათ შორის ჩვენს რეგიონშიც და ეხლა ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ თავისი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე ტორტის დიდი ნაჭერი თავისთვის მიიღოს. ამას აკეთებს აზერბაიჯანის, ამას აკეთებს სომხეთის და ორივე ქვეყანა ძალიან წარმატებულად აკეთებენ ამას.
რაში მდგომარეობს ბიძინა ივანიშვილის ინტერესი, რომ საქართველოს საერთოდ დარჩეს თამაშგარე მდგომარეობაში? ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე არასანდო პარტნიორი, რომელიც შეიძლება იყოს. ანუ მისი სანდოობა არის პრაქტიკულად ყველაზე უფრო დაბალ ხარისხზე. ეხლა და წლების განმავლობაში უკვე ხო, ანუ რატომ არის არასანდო პარტნიორი? იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგად იციან რა არის მათი ინტერესი რეგიონში. პირველ რიგში მათი ინტერესი ირანში სამხედრო ოპერაციების პარალელურად, ეხლა ჯერ არ ვიცით როგორ დასრულდება იქნება თუ არა საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კონკრეტული ინტერესები დაისახა, ხო, ირანში ეს იყო ბირთვული პროგრამის შეწყვეტა, ეს იყო კონკრეტულად სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, სამხედრო და პოლიტიკური ელიტის, ასე ვთქვათ, ჩამოშლა და ეს იყო ძალიან კონკრეტული ინტერესი, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამიტომ შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერესი საქართველოში ეს რა არის? ეს არის სანდო პარტნიორები, ადამიანების ჯგუფი, მმართველობის ის ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დასავლური ინტერესების გაძლიერებისთვის, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენი ეროვნული ინტერესი რა არის? ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა, მიწოდების ჯაჭვში ჩაბმა, აი supply chains, რასაც უწოდებენ და ეს ეკონომიკური მიწოდების ჯაჭვი არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რასაც აკეთებს პაშინიანი. ეხლა რას აკეთებს პაშინიანი? ამ სამშვიდობო შეთანხმებით ის უზარმაზარი ინვესტიციები იდება სომხეთში. ეხლა არჩევნებია თქვენ იცით სომხეთში და მე დიდი იმედი მაქვს, რომ პაშინიანი ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ყოველ შემთხვევაში ჩვენი და ჩემი მეგობრები სომხეთიდან ზუსტად ამაზე საუბრობენ ძალიან ბევრს. იქ მას ყავს პრორუსი კანდიდატები, იცით ძალიან კარგად, ეს არის კარაპეტიანი, კოჩარიანი, რომლებიც რეალურად ზუსტად იმას ცდილობენ, რასაც ქართული ოცნება აქ შეეცადა. მეტწილად წარმატებით გამოუვიდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ რამე წინააღმდეგობა მას ხვდება, ზუსტად ხვდება იმ ადამიანებისგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან, ჩვენგან, ყველასგან და ზოგადად ქართველი ხალხისგან, ხო? ამიტომ თუ ძალიან ესე ვთქვათ, პათეტიკურად არ ვიტყვით და პირდაპირ შეგვიძლია ხაზგასმით ეს ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მან ძალაუფლების მონოპოლიზაცია შეინარჩუნოს, მას ყავდეს ისეთი თოჯინა მსახურები, როგორიც არის ირაკლი კობახიძე, რომელიც ესე უკან დაყვება და იმის თავმოყარეობაც, ელემენტარული თავმოყარეობაც არ აქვს, რაღაც რომ გამოდის და ორ ფეხზე დგომას რო სთავაზობს საზოგადოებას, რომელიც ძალიან მყარად დგას ორ ფეხზე და ძალიან კარგად იცის თავისი საკუთარი ეკონომიკური, ფინანსური თუ სამშვიდობო ინიციატივები და ინტერესები, აი ესე დაყვება და ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ არის ამ ქვეყანაში მთავარი, ესე ვთქვათ, დე-ფაქტო მმართველი, ხო? ეს არის ბიძინა ივანიშვილი. კორუფციის მიმართულებით, ანუ თუ შენ ხარ ჩაფლული კორუფციაში, ზალიკო, თუ შენ ხარ სიღარიბეში ჩაფლული, თუ შენ არ აკეთებ არავითარ ინფრასტრუქტურულ გარღვევას, ტექნოლოგიურ გარღვევას, აი ძალიან ბევრს რო ლაპარაკობდნენ ჩინეთზე, რომელი ტექნოლოგიური გარღვევები შემოიტანეს ან ტექნოლოგიური ინოვაციები დაგეგმეს მაგალითად, არც ერთი პრაქტიკულად რა გააკეთეს სამშვიდობო დერეფანზე, ხო? ანუ იგივე 100 მილიონი წამოიღეს კრედიტი აზერბაიჯანისგან და ჯერჯერობით ჩვენი რკინიგზა იმ კონტექსტში არ არის გამართული, რომ სამშვიდობო დერეფანს შეუერთდეს, სხვა შორის აზერბაიჯანში ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, თანამედროვე და მოდერნიზაციას განიცდის, ამიტომ თავარი პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს დღეს და ჰორიზონტი რო დავინახოთ იქით, ხო? ეს არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობა. მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ რაღაც ასე ვთქვათ, კონკრეტულად აი ამ კონტექსტში თუნდაც რაღაც ოპონირების რეჟიმი შევინარჩუნო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დღეს აღარ არსებობს. ჩვენ როგორც რეგიონალური ლიდერი, ჩვენ როგორც ერთდროს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მედიატორი მათ შორის, ხო? და ეს მედიაცია რა იყო? ეს იყო ის, რომ საქართველოს პატივს სცემდნენ, როგორც აზერბაიჯანი, ასევე სომხეთი. ეს იყო მედიაცია, რომელსაც ჩვენ, ასე ვთქვათ, ევროკავშირთან უწევდით ზუსტად ვთქვათ იგივე სომხეთს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში როგორი და რამხელა რუსული ინტერესები იყო და ეხლა თქვათ პაშინიანის ვიზიტი პუტინთან, ხო? ეს ძალიან საგულისხმოა, სხვათა შორისა. საგულისხმო რატომ არის, იცით? სომხეთში დღესაც კი თქვათ ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურული სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა არის რუსეთის, ასე ვთქვათ, მონოპოლიის ქვეშ და გასადენები და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, პაშინიანს აღმოაჩნდა ის ზალა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე სომხეთის, რომ დაახლოება მომხდარიყო ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებული შტატები ყოფილიყო სტრატეგიული პარტნიორი, თქვათ და ჩაბმულიყო, თქვათ, ამ ტრიპის დერეფანში და ამ ტრიპის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაში და გარდა ამისა, მართლაც მშვიდობა დაემყარებინა და ძალიან სერიოზული წინსვლა და ეკონომიკური
გარღვევა მოიხდინა. ჩვენთვის ეხლა რა ვითარება არის ის, რომ საქართველოში იზრდება რუსული გავლენები, საქართველოში აი ბეწვზე იყო ყულების ნავთობტერმინალი და პორტი, თქვა, შეიყვანდნენ თუ არა სანქციების ნუსხაში და ესეც ევროკავშირის მხრიდან გადმოდგული ნაბიჯი იყო საქართველოს მიმართულებით, რომ თქვა, სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა არ დაასანქცირეს, იმიტომ რომ იქ რუსულ ნავთობის შესყიდვაზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტალური მასალა, რაც არაერთხელ გაგიშუქებიათ და ამ დროს საქართველოს როგორც მაჩანჩალა ივანიშვილის აი კონტექსტში არის ყველაზე უფრო ჩამორჩენილი რეგიონში. ეს არის დღეს ჩვენი რეალობა. პარალელურად იმის, რომ არავითარი სამოქალაქო მშვიდობა არ არსებობს ქვეყანაში. პენსიონერები შიმშილობენ, ადამიანებს არ შეუძლიათ პროდუქტის ყიდვა. აი მაგალითად, რაზე არის ლაპარაკი, ბოლო ანგარიში, რომელიც იყო სახალხო დამცველის, ძალიან აშკარად ხაზგასმით იყო ის, რომ აი მაგალითად 400.000-მდე ბავშვი არის სოციალურად დაუცველი და აქედან 23.000 ბავშვი არის დამატებული ბაზებში უახლესი, მეგონი ბოლო 1 წელი, ხო? ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ეს ბავშვები სრულფასოვან კვებას ვერ იღებენ. ეს ნიშნავს, რომ ეს ბავშვები სრულფასოვან განათლებას ვერ იღებენ ხორცს. ერთ-ერთი, არ ვიცი, ახლა სოციალურ ალბათ არ გამოჩნდება, მაგრამ ფასებზე, როდესაც წერ ხოლმე, ერთ-ერთი ადამიანის კომენტარი შემხვდა, რომ ბოლოს ხორცი როდის ვიყიდა, მართლა აღარ მახსოვს. ეს არის ტრაგედია ჩვენი. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქუჩაში არ დადის, ადამიანები ეზიზღება უბრალოდ და მისი მთელი ეს კოჰორტა ქუჩაში არ დადიან, მათთვის ყველაფერი არის მსუყე, მათთვის ადამიანების ჯიბიდან ამოღებული ეს ფული არის შავი ფული ქართული ოცნების ყულაბაში, პირდაპირ შესყიდვების წესით და არ ვიცი, მილიონი ის რაღაცა კოლ-ცენტრებიდან დაწყებული, დასრულებული, თქვათ, ერთი კლანიდან მეორე კლანში გადანაწილებული, ასე ვთქვათ, ფინანსური რესურსი. ამიტომ ჩვენთვის რა არის მთავარი? კობახიძეს გამოსვლის თუ არა ეს ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის. პრიორიტეტული არის ის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება შველა, ჩვენი ეროვნული ინტერესების გაღრმავება სჭირდება. სჭირდება იმ კონტექსტში, როდესაც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა და ამას ვაკეთებდით, ხო? ანუ ეს იყო მართლა გარღვევა ევროინტეგრაციის კონტექსტში და ეს იყო გარღვევა, თუმცა აი ბოლოს ეს ვახსენე ბოლოს სასამართლო, როდესაც აი ნოღაიდელი დაიკითხა, ჩემთვის იყო წარმოუდგენელი ხშირად აღარ გახსოვს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ძიმე რეპრესიული ლოდი გვაწევს კისერზე. ჩვენი სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები, ადამიანები, ვინც ციხეში არიან. აი ამ კონტექსტს რო შეხედავ, რომ ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს როგორ უთხრიდა რუსეთი ძირს მუდმივად, ეს არის მართლა ჩვენი ეროვნული ტრაგედია, რომელიც აუცილებლად უნდა გადავლახოთ და ხვალ არის 9 აპრილი და აუცილებლად მინდა ეს ვთქვა. 9 აპრილი, რომელიც არის ნამდვილად ჩვენი ტრაგედია, მაგრამ იდენტობის ნაწილი, როდესაც ქართველი ერი იყო გამთლიანებული და ნამდვილად დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა შეეწირა ძალიან ბევრი ადამიანი. ამიტომ თუ შევხედავთ ფართო კონტექსტში, ეროვნული ინტერესები ჩვენ გვაქვს, არსად არ წასულა, უბრალოდ ზუსტად იმ ჰორიზონტის იქით არის, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მმართველი ბანდა უბრალოდ აღარ არსებობს. მადლობა.